გამიხარდა, რომ დღეს თლიანად შეიცვალა ტონი საქართველოს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თურმე ქონია ძალიან კარგი საბაჟო სისტემა, ძალიან კარგი საგადასახადო სისტემა და მთავრობის წარმომადგენელი პარლამენტში განაცხადა, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ვართ მე-9 ადგილზე. ერთ სიტყვით, ის რასაც მთელი ეს თვეები ჩვენი მთავრობა ეძახოდა სიცრუეში ცხოვრებას და ჩვენ პიარს და ჩვენ როგორ ვატყუებთ ამ მსოფლიოს, ახლა როცა გაუჭირდათ, იმიტომ რომ ინვესტიციები როცა აღარ შემოდი საქართველოს და ყველაფერი გაჩერდა, მოუხდათ ამის აღიარება. და ძალიან კარგი შობს გვიან ვიდრე არასდროს ჩვენ გზად ვართ რომ მათ მივიცეთ ყველადღე რჩევები მე ვარ მზად მივიცეთ რჩევები რათა ის სისტემა რომელიც ჩვენ დაუტოვეთ რომელიც მრავლობოს აღიარეს რომ არის ძალიან გამართული და კარგი კიდევ უფრო გაუმჯობესო ყველა შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ მიდის ჩვენთვის ეს არის ბრენდი, როცა დავდივართ უცხოეთში, ხო ხა ჩვენ რა შეიძლება სოფლიოს უთხრათ. თუ ვეძახეთ, რომ ჩვენ ვართ უაზრო და სუსტი და არაფრის მაქრის ქვეყანა, არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას და როცა ვართ ამ წინა ადგილებზე, მოწინავე ადგილებზე, ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო, ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო, ერთ-ერთი საუკეთესო ანტიბიუროკრატიული და ანტიკორუფციული სისტემა სოფლიოში, ეს უკვე ბრენდია საქართველოს. და კარგია, რომ როგორც იქნას პრემიერ-მინისტრმა მოუწია ამის აღიარება.